როგორ მიხარია ბატონო ვასო თქვენი მობრძანება ჩვენს გადაცემაში. დიდი ხანია არ ყოფილხართ ამ რუბრიკით და მე იმედი მაქვს რომ დღეს ძალიან ამერიკაში ვიყავი ვიდეო პოეტების შეკრება იყო და დიახ და რა თქმა უნდა იქ მასალა უფრო ბევრი ამერიკაში. ჩვენთან ცოტა მასალა, მაგრამ მაქსიმალურს ვიღებთ ამ მასალით. დავიწყოთ ბატონოვანო. კი, დავიწყოთ. კარგი ლექსები გაქვთ? არაჩვეულებრივი ბატონო. რამდენი გაქვთ? იქნება ასე 2. 2 კი ბატონო. 4 ბურცელზე 2. დიახ, დიდაწერია. პრინტერი ჩვენი ესე ბეჭდავს და კაი, გავაგზავნე. კი ბატონო, დავიწყოთ. პირველი ეძღვნება ჩემს სიხარულს. ვინა თქვენი სიხარული? აი, ახლა მივხვდებით. კი ბატონო. ჩემო ბრძანებელო, მინდა გაგაღმერთო. ხალხი ნებას გაძლევთ, რაც გსურს გააკეთო. გინდა ხემოთხარო, გინდა მთა-აფეთქო. გინდაც ოფშორებში ფული გაათეთრო. ყველაფერს ავიტად, ოღონდ არ შეჩერდე, ტემპი არ დააგდო. ჭრა არ გააკეთო. ჭრა არ გააკეთო. ან ბიზნეს ეძღვნებოდა ეს? კი, ბიზნეს ეძღვნებოდა. პრეზიდენტს აქვსო ამბობენ, პრობლემა ფონეტიკური. ეს პრობლემა კი არ არის. ეს არის პოლიტიკური. მაგარი ქალია. ან ყობახიძეს რას ერჩით? ის თმები არის ტიპური. ნუ ამბობთ, არ უხდებაო. ეს არის პოლიტიკური. კაი, გავაგზავნე. ესე შეგიძლიათ ბატონო გაგდეთ. დადო. გაგდეთ? მადლობთ. გავაგზავნოთ. ხომ ქართველია ეს პრეზიდენტი, მაგრამ მე უფრო ქართველი მინდა. ჩვენ სიტყვებს რომ არ ამახინჯებდეს უცხოენოვან ჯამბაზივითა. ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდე უფრო ლამაზი მინდა. კარგია, ხედავ, გაგიგრძელო. ხედავ როგორ იცმავს? ბატონო. მოღალატეც თუ გსურს გახდე. უნდა იშრომო ძალიან, უნდა გაყიდო სამშობლო ჭაობმთიან და ბარიან. ერი მშიერი დატოვო, მოხუც კაციან ქალიან, ამდენ სულ წაწკბედილში რომ შეგამჩნიოს პუტინმა, მარტივი საქმე არ არის. ამას ჭირდება რუტინა. ეს პატრა საქმე არ არის. მაგარი ფრაზაა. რუტინა ჭირდება. მაგრამ ამას ჭირდება რუტინა. კარგად რომ მოისმინოს. ძალიან მომწონს, ძალიან. კი ბატონო. ყორღანებიდან გნოლი აფრინდა, მაგრამ მე უფრო ბეღურა მინდა. არწივი ვნახე დაჭრილი, მაგრამ ეს ყავ ყორანი გამოდგა გინდა. ენა მამული სარწმუნოება, რაღაც კიდია მე მგონი წმინდა. ტანო, ტატანო, გულწარტანო და მომკლავი და გამომკლავი და. ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდე უფრო ლამაზი მინდა. მე მგონი ეს ვარიანტი კარგი. რა რითმა იყო ბოლოში ვერა? რაღაცა აზელი და გამკლავი და. გაგიკლავი და გამომკლავი და. იმაგრძელოთ ბატონოვანო. ეს ლექსი ეძღვნება მე მინდა მიუძღვნა უმრავლესობას მიუძღვენი ეს ლექსი. უმრავლესობას? სამთავრობო უმრავლესობას. დიახ. კი ბატონო. თავიდან რომ ავირჩიეთ, ხალხს გვეგონა გაგვიმართლა. რომ დიდებულ პიროვნებებს ჩავაბარეთ ქვეყნის მართვა, ცოლს დაყვება მასერატი. ოთახის ძაღლს ცალკე დაცვა. მარტო ცოლი ხომ არ არის, საყვარესაც უნდა ჩაცმა. იქეთ ცოლიც ნათესავი, ტენდერებში აიხლართა, წავკიში და წყნეთში ვილა, იქ აუზის ინებართა. იქეთ მისაღებ ოთახში ოქროს სტენკა აღიმართა, ცალი კალოშით მოსული კაცი წელში გაიმართა. რაც ვერ ჭამეს ტანზე ისვეს. გადაიჯვეს ტავზე მართლა. მართალი და 100% არის. კაი იყო ეს. მელანქოლიური ლექსი. კაი. ამ თავრობაზე ვგიჟდები. ჩემი სიცოცხლის ხეა. ოქტომბერი ხომ საერთოდ ბიძინაობის თვეა. ოცნება საქართველოსთვის ამომავალი მზეა. რა იყო არ მეთანხმები? ვაიმე რა გავაკეთო. არ ველოდებოდი ამ დასასრულს რაღაცნაირად მოუხდა იცი? მოუხდა. დილით ბალიში დავახატე ფიროსმანის ხვარი. კბილი შოთქზე ზღარბი დავდე დავიკლიჭე პირი. ფეხსაცმელებს დაუყენე მობილური ზარი. შურდულისგან გავისროლე 4 ლეღვის ჭირი.
ბოლოს სუფში რომ ჩავალდე მახსოვრობის ჩიპი 12 თეთრად რომ გავყიდე ოქრო ღირებული საბოლოოდ დავამსხვრიე ის სტერეოტიპი რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს გამოსირებული. დავადგინე კარგი 100%-იანად დადგინე რიცხვაში ჯაჯდა ჩვენი რაც და ბოლო ბატონოვანო დღე შემაჯამებელი ამ ასე თქვა ვიდეო პოეზიების დემოკრატია ვისურვეთ ნატურა ეგრევე აგვიხდა თავიდან კარგად იყო და ბოლო წელს ცუდად გაგვიხდა ხან ექიმები ჩავრიეთ ხან დასავლური პარტია მაგრამ შედეგი არ იყო დამძიმდა დემოკრატია ამერიკაში დავრეკეთ ეს რა ხდებაო გაცოფდნენ ექიმებს ვერ გიგზავნითო თუმცა ძალიან ახშბოთ მერე ევროპას მიუმართეთ იქნებ შენ მაინც გვიშველო არიქან შენ გენაცვალე ჩვენო შარლო და მიშელო ევროპაც გადაირია დემოკრატია კვდებაო ახლავე წამოვიდოდი უბრალოდ ვერ ხერხდებაო აღარ გინდა ჩეშფოთება აღარ დაიხოკო დღაწვი რომ მოხვიდეთ აზრი არ აქვს მოგდა ელი რაღაცა მოგდა დიდი მადლობა ჩვენთან მადლობა სიფხაკაზე მადლობა